მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. რაც შეეხება ამ ვიდეოს თემატიკას, მე გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა ნივთს, რაც ახლა აქტიურ პროცესში მაქვს, ამ ძველ ნივთებს არ შევეხებით, მხოლოდ იმას, რაც ახლა იქსოვება და ყოველდღიურად რაღაც რაოდენობა რიგები ემატება. ასე რომ, მოიმარჯვეთ ცხელი სასმელი ამინდის შესაფერისად, პროექტი, რასაც ახლა მუშაობთ და ჩვენ ვიწყებთ ახალ ვიდეოს. პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ ბოლო ვლოგის ვიდეოდან მოყოლებული 42 კილოგრამ და 300 გრამს გამოაკლდა 630 გრამი 636 ჩაწერილი მაქვს, მაგრამ მოემატა საკმაოდ ბევრი და მოდით ესე მოვიქცეთ. ვიდეოს ბოლოს მე თქვენ გაგიზიარებთ რა რაოდენობის ძაფები მომემატა. იმიტომ რომ მაქვს როგორც ბაბინები, ერთ-ერთ სხვათა შორის აი აქ ხედავთ უკვე და ესეთი მაქვს 3 ჯამში და ამის გარდა კიდევ მაქვს რაღაც ძაფები. მოკლედ, დავიწყოთ, გადავიდეთ ჯერ ნამუშევრებზე, რაზე მუშაობ ახლა. წინა ვლოგი რომ დავასრულე, ახალი პროექტები ძალიან ბევრი დავიწყე და ერთადერთი ნივთი იყო, რაც წინა ვიდეოში მე მგონი გაგიზიარეთ. და გადმომყვა ამ ვიდეოში. ეს არის ჯემპრი, რომელსაც დახურულ ჯგუფში ვქსოვთ, თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ეს ნივთია. მოდით ამ ნივთითვე დავიწყებთ, ეხლა ავიღებ და გაჩვენებთ. ეს ნივთი გამოიყურება აი ასე უკვე. ახლა დამეცდები უზორი რომ გაჩვენოთ. გაფორმებულია უკვე საყელო და დევს ვიდეო როგორ კეთდება თვლების ამოყვანა. როგორ კეთდება ქსოვა თვითონ რეზინის, იქიდან გამომდინარე რომ ამ საყელომ ფორმა არ უნდა დაკარგოს და ესე არ უნდა გადმოიწელოს, ანუ რა ხრიკებს ვიყენებ აი ესეთი საყელოს მოსაქსოვად, რომელიც რეზინები შევიწროებულია, რაც უფრო ვუახლოვდებით აი ამ ადგილს და ყველაფერთან ერთად ვიდეოში ვაჩვენე როგორ ხდება აი ამ ორმაგი საყელოს ჩამაგრება. ეს ყველაფერი უკვე არის Instagram-ის დახურულ ჯგუფში, რომლის სახელსაც მაინც აი აქ გავიმეორებ და დაგვრჩა შემდეგი ეტაპი. როგორ იქსოვება მკლავები, როგორ ხდება მკლავის ამოყვანა, არის პატარა ხრიკები და როგორ ხდება სწორად გადანაწილება თვლების ისე, რომ უზორი არ დაგვერღვეს. ყველაფერთან ერთად აქ დარჩენილია მოკლებები, თუ საჭირო იქნება და გამოთვლები უნდა ჩავწერო როგორ ხდება. და მე პირადად მოკლებებს არ გავაკეთებ, რა სიგანესაც იქნება მკლავი ზუსტად იმ სიგანისას დავამთავრებ, რადგან გარიცხვის მერე ნიმუში იშლება, ანუ ეს ადგილი განიერდება და მინდა რომ მკლავიც განიერი იყოს, რომ ერთიანობაში ძალიან ჰარმონიულად იყოს ტანი და მკლავი. თან პლუს ამას ჩაფიქრებული მაქვს, რომ ეს ყველაფერი მაცვია ხანდახან საროჭკაზე, ხანდახან საროჭკის გარეშე შიდა ყელიან მაისურზე, ან რომელიც უფრო მეტად დახურულია ვიდრე ეხლა რაც მაცვია. და ამ ყველაფერს ვატარებ რაღაც ჯინსებზე, განიერზე, ხანდახან შეიძლება წელზე ქამრის გაკეთება, რომელიც აი ამ აი როგორც ახლა აქ მაქვს, ანუ მასიურ ჯემპრს უფრო ქალურ ფორმებს შეძენს, ასე რომ ერთი სული მაქვს ამას როდის დავამთავრებ, თუმცა შეკვეთები სამწუხაროდ არ მაცდის, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი დრო აღარ დაგვრჩა დამთავრებამდე და ჩვენ ნათქვამ თქვენ ნახევარში ვეტევით და დაჟე დრო გვრჩება, ასე რომ თუ გსურთ ასეთი ჯემპრის მოქსოვა, ჯერ კიდე შეგიძლიათ შემომიერთდეთ, რა ვიდეოებიც უკვე დევს თქვენთვის ერთიანად გაიხსნება და თქვენივე ტემპით შეგიძლიათ ქსოვოთ დაწყებიდან დამთავრებამდე და სანამ თქვენ მკლავების ქსოვაზე გადახვალთ, ამ დროისთვის უკვე იქნება ეს ვიდეოც. გადავდოთ ეს ჯემპრი. პატარა ჩანელს გავაკეთებ, სანამ გადავალთ შემდეგ ნამუშევარზე და გაგიზიარებთ რა მოვამზადე საჩუქრად ჩვენი გამარჯვებულისთვის და რა
ყველაფერს რა თქმა უნდა არ გაგიზიარებთ, რადგან მინდა რომ რაღაცნაირი სიურპრიზის ეფექტი იქონდეს და თან ინდივიდუალური მიდგომის აქედან გამომდინარე, რაც მთელი გულით შევარჩიე ძაფებიდან, ამას გაგიზიარებთ, ხოლო დანარჩენი მოდით დავტოვოთ სიურპრიზად და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გამარჯვებულს ძალიან მოეწონება. ეხლა ვნახოთ პატარა ვიდეო და შემდეგ უკვე გადავიდეთ შემდეგ პროექტზე. ასე გამოიყურება საჩუქარი, რაც მინდა ჩვენს გამარჯვებულს გავუგზავნო. ეს არის ყავისფერი ფერის გაზალ ბეიბი კოტონი, სადაც გვაქვს 60% ბამბა, 40% აკრილი და 50 გრამზე გვაქვს 165 მეტრი, 200 გრამი. ვფიქრობ, რომ საკმარისი უნდა იყოს რაიმე ტოპის მოსაქსოვად, ესეთი გემრიელი შოკოლადის ფერია. პლუს ამას აი აქ ჩანს ქვემოთ უკვე ჩავდე 120 სანტიმეტრიანი 3.5 მილიმეტრის ადის ჭხირები. იმედი მაქვს, რომ გამოადგება და მოეწონება და ზუსტად აი ამ ძაფისთვის არის იდეალური ზომა. ახლა ჩავდებ არაქსოვასთან დაკავშირებულ საჩუქრის შემადგენელ ნაწილს და გავუგზავნი აი ის საყვარლობას. იმედი მაქვს, კმაყოფილი იქნება ესეთი საჩუქრით და თხოვნა მექნება, რომ კომენტარებში გამიზიაროს რას მოგსოვს ამ ძაფით და თუ რამე თავისუფლად შემიძლია დავუმატო კიდევ ერთი ცალი, რომ თქვა 250 გრამით გამოვიდეს რაიმე ნივთი. ასე რომ აი ესეთი საჩუქარი გადაეცემა ჩვენს გამარჯვებულს. შემდეგი ნივთი, რაც დავიწყე, მე მგონი აი ეს შემდეგი ნივთი წინა ვიდეოდან გადმოყვა და გაგიზიარებთ ახლა. აი ესეთ პატარა ჩასადებშია მოთავსებული, აქ არ არის ძაფი ამ ნივთისთვის, შესაბამისად ეტევა ესეთ პატარა კალათაში. უკვე მოქსოვილი მაქვს აი ესეთი ზურგი, ეს უყუღმა ნაწილი და ეს წაღმა ნაწილი არის დახრა გაკეთებული მხრების და აი ესე გამივართ. მოკლედ, აი ესეთი ზურგის დეტალი არის უკვე მოქსოვილი და ამასთან ერთად, ანუ ამ ზურგზე უკვე გაკეთებულია იღლის ჭრილი სრულად და დარჩენილი, ანუ გადავდე, რადგან შემდეგი ეტაპი არის რომ მოვქსოვო წინა ორი ნაწილი, ანუ წინა ორი კალთა ქვია ამას, ანუ აი ამ დეტალებს წინა მხრიდან. თვალი გაიქცა ამასობაში. აი ეს. წინა დეტალიც თითქმის დამთავრებული მაქვს უკვე, ანუ რეალურად სიმაღლეში დამრჩა საქსოვი. აი ესე გამოიყურება, ეს უბრალოდ ეს არის იღლის ჭრილი, ანუ აი აქ. და მაქვს მოქსოვილი უკვე აი ეს V-ფორმის საყელოს გაფორმება და დარჩენილი მაქვს სიმაღლეში ქსოვა, რომ მივიდე კლავამდე, თუ სწორად მახსოვს, ორი აი ესეთი სექცია მაქვს დარჩენილი, მოსაქსოვი და მერე ამას ზემოდან კიდე სხვა გაფორმებები ექნება. ვეცდები, რომ ახლო კადრით ეს ყველაფერი გადავიღო, რომ ფერები უფრო კარგად ჩანდეს, მაგრამ უკვე რაც გამოდის, ან ძალიან მომწონს. თუ ამჩნევთ, აქ არის გამჭვირვალე დეტალები და არის დეტალები, სადაც ერთი წამით იქნება მოგახერხო. აი ასე. აი ესეთი სხვადასხვა სექციები იქსოვება. ძალიან ლამაზია, ფერი პლუს მინუს გადმოიცემა, თუმცა რეალურად ცალკე ვეცდები, რომ გადავიღო და იმაში გამოვაჩინო. ესეთი დეტალები იქსოვება ამ კარდიგანისთვის, რადგან ეს არის კარდიგანი ჩემთვის, შესაბამისად დროში არ ვარ შეზღუდული, არავინ არ მაჩქარებს და როდესაც მაქვს განწყობა ამ კარდიგანის ქსოვის, თან მაქვს განწყობასთან ერთად, ანუ გონებრივი შესაძლებლობა, რომ ვიყო კონცენტრირებული ტექსტურ აღწერილობაზე, მაშინ ვქსოვ აი ამ ნივთს და მაქსიმალურად დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ეს არ არის საღამოს ტელევიზორთან საქსოვი კარდიგანი, რადგან ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება, რომ არ გამოგვეპაროს არც ერთი სექცია, არც ერთი რიგი, არც ერთი თვალი.
შემდეგი ნივთი, რომელზეც მუშაობდი, ეს არის შეკვეთა, რომელიც რამდენიმე ვიდეოს წინ გავაჟღერე, აი ესეთი ფუმფულა გრძელბეწვიანი ძაფით, რომელიც არის Lana Grossas ფაბრიკის ჰიტი გაყიდვების კუთხით, მთელი ევროპა და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე თუ უყურებთ სხვა ბლოგერებსაც, ანუ ამ ძაფზე ხშირად არის საუბარი, არაჩვეულებრივია მუშაობაში, ძალიან რბილია, ფაფუკი ძალიან ნაზად იქსოვება და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის და რაც მთავარია, დიდი ჩხირებით ქსოვის შესაძლებლობას გვაძლევს, რაც სწრაფად ზრდის ჩვენს ნივთს. ეს არის კიმონო. აი ასეთი, ეს არის დახრილი მხლის პრინციპით განიერი, მაქსიმალურად განიერი კიმონო. ახლა აქ ჩხირებიც არის ზედ დამაგრებული, შესაბამისად მთლიანი სიგანის აღქმა ცოტა შეუძლებელია, მაგრამ არა უშუალოდ ცოტა ინტრიგა დავტოვოთ, დასრულებული რომ ვნახოთ, როგორ გამოიყურება. აქ უკვე გადავაბი იღლიის ჭრილი და მას მერე მოვქსოვე დაახლოებით 1 თითის სიგრძე, ანუ 7 სანტიმეტრი მაქვს უკვე მოქსოვილი, აი ესე, ანუ 7 სანტიმეტრი აქ არის მოქსოვილი და უკვე გავხარჯე 3 ცალი ძაფი. Ну, სიგანი აქვს ძალიან დიდი, ჯამში მაქვს 10 ცალი, შესაბამისად მგონია რომ ძალიან თავისუფლად უნდა მოვახერხო ამ ყველაფრის მოქსოვა. დიდი ალბათობით მკლავებს დაჭირდება 3 ცალი, ეს იქნება 6 და დანარჩენ 4 ცალს გავუშვებ სიგრძეში მაქსიმალურად და დანარჩენი დეტალები, მათ შორის აი ამ პლანკის დამუშავება, პარალელურად მანჟეტები და ქვემოთ რეზინი, პლუს ამას იქნება კამარი, რომელიც მოიქსოვება აი ასეთი ძაფით, ასევე Lana Grossas წარმოება, ეს არის Cool Wool for Socks, 77-16 ფერის კოდი. მაქვს ესეთი 2 ცალი და ვფიქრობ რომ 2 ან 3 წვერში უნდა გამოვიყენო რომ ბასტას სიგანე გავიმეორო. მაგრამ თუ სიგანის გამეორებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ ძალიან მსხვილი ძაფითაც არ მინდა ქსოვა, იმიტომ რომ დისკომფორტ შემიქმნის პროცესში. ვფიქრობ, რომ უბრალოდ თვლების რაოდენობას გავზრდი, რომ არ მოხდეს დავიწროება მანჟეტზე რომ გადავალ, თუ თვლების რაოდენობა არ შევცვალე და ეს ძაფი გამოვიყენე 2 წვერში, აუცილებლად დამივიწროვდება მანჟეტი, რაც არ გვჭირდება ამ შემთხვევაში და რომ არ მოხდეს მსგავსი ფაქტი. მანჟეტზე გადასვლის დროს გავაორმაგებ თვლებს, ან შეიძლება 1 ნახევარის დამატება მოხდეს, რომ თვლების რაოდენობა მქონდეს საკმარისი იმისთვის, რომ სანტიმეტრებში ვიზუალურად გავიმეორო ბასტას ფორმა და ამ ძაფით მოქსოვილი მანჟეტის ზომა. ასე რომ ეს პროცესიც საკმაოდ ისეთ აქტიურად იქსოვება და მუხარია გულს, ისეთი ფერია მხიარული, მან კამერაში უფრო ღია ჩანს ახლა რასაც ვუყურებ, ვიდრე რეალურად არის. ვეცდები რომ დღის განათებაზე გადავიღო პატარა ნაწყვეტები და გაგიზიაროთ. ამ ნივთს დროში არ მზღუდავს დამკვეთი, თუმცა ჩემ ინტერესებში შედის რომ მალე დავამთავრო და შევძლო შემდეგ შეკვეთაზე გადასვლა, რომლის ძაფსაც მას შემდეგ რაც გაგიზიარებთ ყველა პროცესს გაჩვენებ. შემდეგი ნივთი, რაზეც ვმუშაობ, ეს არის კიდევ ერთი შეკვეთა, ამჯერად უკვე აი ასეთი ეკოპუნოს ძაფით,
მე მგონი კარგად ჩანს. ესეთი ლურჯი, სადაც გვაქვს შემადგენლობა 72% ბამბა, 17% მირინოსი და 11% ალპაკა. 100% ნატურალური შემადგენლობა აქვს, 50 გრამზე არის 215 მეტრი და ჯამში მაქვს 16 ცალი. 16 ცალიდან უკვე დარჩენილი მაქვს 7 ცალი მაქვს დარჩენილი 16 ცალიდან და გაგიზიარებთ რა ჯემპრი იქსავება. ჯემპრი იქსავება გამეორება ჩემი ერთ-ერთი ძველი შეკვეთის, რომლის ფოტოს ან ვიდეოს აი აქ გაგიზიარებთ, როგორ გამოიყურება. იდენტურია მოსაქსოვი უზორის და ფერის კუთხით, თუმცა უნდა იყოს ოვერსაიზი, განიერი მკლავებით, განიერი ტანზე და უფრო მეტად დიდი ზომა. შესაბამისად, ჩხირის ზომაც შევცვალე და თვლების რაოდენობას მოვიწია თავიდან გადაანგარიშება და ახლა გამოიყურება ეს ყველაფერი აი ასე. აქ მაქვს შეკრული აი ესეთი ძალიან კომფორტული კორდით, რომელიც აფიქსირებს თვლებს და რომ დამჭირდეს უკან გადატანა ჩხირებზე არის ძალიან მარტივი და მოსახერხებელი. და აქ უკვე მაქვს ერთი მკლავი მოქსოვილი მანჟეტამდე და დამიმთავრდა 2 ცალი ძაფი. აი უზორს ვეცდები რომ აი მშვენივრად ჩანს უზორი. ეს არის მე მგონი სიმინდს ეძახიან, როდესაც 2 რიგში ერთხელ იცვლება წაღმა უკუღმას სქემა და მერე არის აი ესეთი ერთი რიგი წაღმა, ერთი რიგი უკუღმათი მოქსოვილი 2 ფრაგმენტი, ანუ ჯამში ეს უზორი მკლავზე მეორდება 2-ჯერ. მერე გადავდივართ წაღმა ნაქსოვზე და წაღმა ნაქსოვზე გადასვლის შემდეგ ხდება მოკლებები თვლების და მერე უკვე მანჟეტი იქსოვება. და აქეთ მეორე მკლავი, ყველაფერი იგივე და პლუს ერთი წამით. აი ასე. აქ უკვე ვქსოვ მანჟეტს. ვცდილობ რომ ცოტა მოჭერილად ვქსოვ, რადგან ბამბის 72% შემადგენლობა, რადგან ბამბა აქვს, ანუ რეზინას არ დაიჭერს არანაირად და შესაბამისად ვცდილობ 1/9 შევამცირე ჩხირი. მთლიანი ეს ნივთი არის მოქსოვილი 2 წვერში, ეკოპუნა არის გამოყენებული 2 წვერში და ჩხირი მაქვს გამოყენებული კუბიკი მეტალის 5/9. უფრო ზუსტად პატარა ნაწყვეტებს ჩავთავ, სავარაუდოდ უკვე ნახეთ და იქ მაქვს ნაჩვენები რა ზომის ჩხირით ვქსოვ და რეზინას ვქსოვ Mindful-ის, Nitpro Mindful-ის 4 ნომერით მეტალის. დიდად არ მიყვარს მეტალის ჩხირებით ვქსოვა და არაერთხელ მაქვს ვიდეოში ნათქვამი, თუმცა ხის ჩხირები ამ ზომაში აბსოლუტურად ყველა და მაქვს 2 კომპლექტი არის დაკავებული სხვადასხვა პროცესებში. ასე რომ მომიწია მეტალის ჩხირებს ვქსოვა და აქტიურად მიმდინარეობს, ანუ ამ ბოლო დღეებში ყველაზე მეტ დროს ვუთმობ ამას, რადგან დროის კუთხით ერთ-ერთი პირველია დასამთავრებელი. დამრჩა ესე იგი, აქეთ მანჟეტი, აქ რეზინის ცოტა დაგრძელება, ალბათ 1-4 რიგით და მანჟეტი უნდა გაფორმდეს ვალანები როგორ არის? ანაუშები. არ ვიცი. ანუ ვიდეოში უეჭველი ნახეთ უკვე როგორ უნდა გაფორმდეს სახელი არ ვიცი, მაგრამ ანალოგიური პრინციპით უნდა მოიქსოვოს საყელო, ამ იგულისხმება რომ არის ცოტა ესეთი გრძელი საყელო მაღალი და დაბოლოება ამ საყელოსი და რეზინების ქვემოთაც და მანჟეტებზეც და საყელოზეც ერთნაირად ხდება. ასე რომ ამ დეტალზე როგორც კი გადავალ, აქ როგორც კი დავამთავრებ ამ კლავს, მოვქსოვ მეორე მკლავს, გავაფორმებ საყელოს და აბსოლუტურად მთელი ძაფი რაც მაქვს წავა სიგრძეში, რომ არ მქონდეს დანაკლისი ძაფის. ესეთი ქსოვის ტექნიკა ყოველთვის მირჩევნია, იქიდან გამომდინარე, რომ მეხმარება ვარეგულირო ძაფის ხარჯი, მოვქსოვე ზედა ნაწილი, მკლავი რა სიგრძეც მინდა და 2-3 სანტიმეტრი, თუნდაც 4 სანტიმეტრი რეალურად ძირითადი ტანის სიგრძეზე უკვე
როლს აღარ თამაშობს, შესაბამისად მაქვს შესაძლებლობა რომ ამ ყველაფრის მოხსოვის მერე ძალიან თავისუფლად დარჩენილი ძაფები გავუშვა სიგრძეში. ვფიქრობ რომ რეალურად ბოლომდე ყველას არ გამოვიყანებ, იმიტომ რომ აი აქ ახალი მიერთებული მაქვს ეს და ამით მარტო მანჟეტი მოიქსოვა, ეს აუცილებლად ეყოფა მეორე მკლავსაც. მაქვს ცალკე მორჩენილი ძირითადი ტანის ქსოვის მერე ძაფი, რომელიც ეყოფა საყელოს და დარჩება 6 ცალი ძაფი სიგრძეზე. არ მგონია რომ 6 ცალი ძაფი დაჭირდეს სიგრძეს, დიდი ალბათობით უფრო დაჭირდება 4 და შესაბამისად გამოვა რომ 2-4 არა 7 ცალი ძაფი მრჩება, მას მერე რაც ზედა ტანს, აი ამ ყველაფერს რაც გაჩვენეთ დავამთავრებ და მგონია რომ 3 ცალი დამრჩება, რატომღაცა ესეთი აზრი მაქვს, რომ 3 ცალი დამრჩება და ამ შემთხვევაში 3 ცალი უკვე გადაიცვლება სხვა ძაფში, სხვა ფერში და მოიქსოვება სიტყვაზე სხვა რამე. აი ესეთია ამ ნივთის ისტორია. ახლა ჩავთავ პატარა ნაწყვეტებს, რაც მაქვს გადაღებული ამ ნივთთან დაკავშირებით და დაგიბრუნდებით უკვე შემდეგი პროექტით. შემდეგი პროექტი არის ძალიან პაწაწუნა და საყვარელი. წინა ვიდეოში მაქვს ნაჩვენები მსგავსი ნივთი უკვე და ესეც არ არის გამონაკლისი. ეხლა როგორ შეიძლება რომ ჩვენი რომელიმე ვიდეო წითელი ძაფის გარეშე იყოს შესაბამისად. შემდეგი ნივთი არის სოფის სკარფი, რომელსაც საკმაოდ ისე აქტიურად ვქსოვ, როდესაც არ ვარ სახლში, მაგალითად ვარ ოჯახის წევრებთან სტუმრად, ან მანქანაში, ან სადმე ისეთ ადგილას, რომ დიდი ყურადღება ამას არ ჭირდება და აი ესეთი პატარა პროექტია, რომელიც იქსოვება ძალიან ისე შეწუხების გარეშე, ფერი უფრო ღია ჩანს, ვიდრე რეალურად არის. მაგრამ ეს მოთეთრო ელფერი ჯაკრავს ნამდვილად. ეს არის ლამიას ანგორა, რომლითაც ვქსოვ აი ესეთ სოფის სკარფს. ესეთი ძაფი მაქვს 2 ცალი, ამ ფერში ზუსტად და ვფიქრობ რომ 1 ცალით გამომივა 2 ცალი შარფი და მეორე ჯერჯერობით არ ვიცი მეორეთი რა მოვქსოვო, შესაბამისად ვიფიქრებ რაიმე განსაკუთრებულ პროექტს, შეიძლება ისევე სოფის სკარფი მოვხსოვო, უბრალოდ ამჯერად გამოვიყენო რაიმე სხვა უზორი, რადგან ესეთი 2 ცალი უკვე მექნება და მესამე, ანუ აქედან 2 გამოვა, 1 ჩემთვის, 1 ჩემი და ქალისთვის და კიდევ ერთი ესეთი ფერით უკვე რაიმე სხვა ფაქტურით მოვხსოვ, ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება. ესეც ჩემი 5 პროექტი, რომელიც მაქვს ჭხირებზე ამ ეტაპზე, 4 ნივთი, ნივთობრივი და 1 ცალი აქსესუარი, თუმცა ეს არ არის დასაზრული, რადგან მაქვს ძაფები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გარდაიქმნეს ნივთებად, პროექტებად. ერთ-ერთი მათგანი არის შეკვეთა, რომელიც სასწრაფო წესით არის მოსაქსოვი. ამისთვის მაქვს 1 თვე, მაგრამ რეალურად ამ 1 თვიდან 10 დღე უკვე გავიდა და დროის უქონლობის გამო სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამ ნივთის დაწყება. მე მგონი ჯერ 10 არა 7 დღეზე ცოტა მეტი, ანუ 8 დღეა გასული, თუმცა ეგეც უკვე ბევრია. ეს არის აი ესეთი შავი ფერის, რაც ყველაზე რთულია ამ პროექტში და ზომარ, რადგან ესეთი მაღალი წარმოსადეგი ქალბატონისთვის არის
მოსაქსოვი. ეს არის ქაშმირ 16 ფაინი. ამის შემადგენლობა არაერთხელ უკვე მithქვამს, რადგან ხელთათმანები მაქვს ამზადებით არაერთხელ მოქსოვილი. ჩემთვის მაქვს პროექტი დაწყებული, რომელიც ჯერ არ არის დამთავრებული შესაბამისად. საკმაოდ ისეთი ნაცნობი ძაფია ჩემთვის და ამითი არის მოსაქსოვი დიდი ზომის, V ფორმის საყელოთი, კარდიგანი რეგლანით, ოღონდ ნართი გამოყენებული იქნება, როგორც მახსოვს, ვაფლი ქვია ამ ნართს. ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში უკვე აუცილებლად გაგიზიარებთ პროგრესს, რადგან უახლოეს მომავალში, როგორც კი ლურჯი შეკვეთა დამთავრდება, ეს იქნება შემდეგი, რასაც დავიწყებ. და ჯამში ამ პროექტისთვის მაქვს ესეთი 26 ცალი ძაფი. 26 ცალი. ეს არ არის ნამდვილად ხუმრობა. აი, აქ მაქვს, აი, ჩანს კიდევაც ეტიკეტები, 2 შეკვრა და პლუს გვერდიდან ჩანს აი აქ ჩალაგებული დანარჩენი ძაფები. 2 ხელში მიჭირავს, ჯამში მაქვს 26 ცალი. და იმედი მაქვს მეყოფა, რადგან ზომა არის დაახლოებით XL, პლუს ამას თავისუფალი დგომისთვის არის დამატებული დაახლოებით 30 სანტიმეტრი და ყველაფერთან ერთად არის ძალიან მაღალი ქალბატონისთვის, ანუ მე ვარ 1.65 და მე რომ ჩავიცმევ, ძირს უნდა ფორთრელობის. ასე რომ აქტიურად ვიმუშავებთ აი ამ მილკზე. ეს ძაფი, რა თქმა უნდა, ჩემ მარაგებს არ მიემატება, მაგრამ რამდენი კილოგრამი ძაფი მოვგსოვე, მაგ ანგარიშში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ ბასტას, ეკოპუნას, აი ამ ყვითელ კომბინეზონს, ეს მოაკლდება ჩემს მარაგებს, როგორც კი დავამთავრებ. და მოაკლდება ასევე ჩემ მარაგებს ეს ჯემპრი კუთხეში რაც ჩანს, რადგან როგორც კი ამას დავამთავრებ, ავწონი და მინუს გარკვეული რაოდენობა იქნება. ახლა გადავიდეთ იმ ძაფებზე, რაც მოემატა ჩემს მარაგებს. ასე რომ დარჩით ჩემთან. რაც მოემატა ჩემს მარაგებს, დავიწყოთ ყველაზე ისეთი უმტკივნეულო ნამატებით. ეს არის მაგალითად 2 ცალი აი ესეთი ძაფი, რომელსაც ქვია Natural Alpaca Pelo. აქ ჩვენ გვაქვს 73% ბამბა, 31% Baby Alpaca და 7% Merinosi. ნატურალური შემადგენლობა ძალიან ოდნავ განსხვავდება შემადგენლობის კუთხით ეკოპუნას ძაფისგან, თუმცა ვიზუალურად რომ შევადაროთ, ეს არის ძალიან ჯერს ერთი თეთრი ფაქტურა დაყვება, რადგან თეთრი ძაფი არის ძირად გამოყენებული ბამბის და ზემოდან არის ალპაკა და მერინოსი უკვე დართული. აქ მსგავსი ეფექტი არ გვაქვს. შემადგენლობა ძალიან ოდნავ განსხვავდება. აქ არის 63% ბამბა, აქ არის 72%, აქ არის 31% ალპაკა, აქ არის 17% და აქ არის 6% მერინოსის შალი, აქ არის 17% მერინოსია და 11% ალპაკა შემეშალა. და რაც მთავარია, მეტრაჟი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს უფრო არის მოცულობითი ვიდრე ეს და გვაქვს 50 გრამზე 125 მეტრი, 50 გრამზე 212 მეტრი. 215. შესაბამისად, ეს შემადგენლობა იგივეა, მაგრამ დამუშავების ტექნიკა გვაძლევს აი ამ რადიკალურ სხვაობას. ფერი არაჩვეულებრივად გადმოიცემა, აი ძალიან კარგად. მე მგონი მიხდება კიდევაც ესეთი ყავისფერები, ეს იქნება ჩემთვის კაპრი, რომელიც ერთ-ერთ წინა ვიდეოში 2 ცალი მოვგსოვე. მოკლედ გადავწყვეტე, რომ ჩემთვისაც მოვგსოვო და ამასთან ერთად ჩავწერო მასტერკლასი. თავიდან ვფიქრობდი, რომ მეთქი უკვე კაი ამინდები გამოვიდა, ვიღას რაღაც უნდა, მაგრამ დღეს ისეთი სიცივეა, ისეთი ქარია, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით უკვე მექნებოდა მოგსოვილი და უკვე გამოვიყენებდი. ასე რომ არასდროს არის გვიანი, თუნდაც მომავალ წელს რომ გამოვიყანო, ნატურალური, ნეიტრალური ფერია და ყოველ წელს იქნება აქტუალური. შესაბამისად, კიდევ ერთი ეს დავიანგარიშო 100 გრამი, აი აქ სადმე პლუსებს გავაკეთებ. ეს რაც მოემატება ჩემს მარაგებს.
შემდეგი რაც მოემატა ჩემს მარაგებს და წინა ვიდეოში ვთქვი კიდევაც რომ Mailen White ალპაკა უკვე ძალიან მომბეზრდა მაგ ძაფთან მუშაობა, იმიტომ რომ ჯამში გამომივიდა რომ 300 გრამი ძაფი მოგხსოვე საკმაოდ პატარა პერიოდში და 300 გრამი ეს არის 1260 მეტრი, იმიტომ რომ 420 მეტრია გრამში 100 გრამში. წვრილი ძაფია, წვრილი ჭხირით არის იქსოვება და მოკლედ აღარანაირი სურვილი აღარ მქონდა მაგ ძაფთან რაიმე სახის ურთიერთობის და გადავწყვეტე რომ გადამეცვალა და რაში გადავცვალე? ახლა გაგიზიარებთ. მოვიტანე ძაფები რაშიც გადავცვალე, ჩემი Mailen White ალპაკა. თუ გახსოვთ, ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვისაუბრე რომ აი ესეთი ნატურალ ალპაკა Natural lama fine, მქონდა 3 ცალი, ახლა მაქვს 2 ცალი, მაგრამ ვფიქრობ რომ ხელახლა გადავცვლი, იმიტომ რომ აქცენტად მინდა რომ იყოს ეს ფერი და ალპაკა გადავცვალე აი ესეთ ძაფში, რომელიც არის Lana Grossa Land Lustre სერია. ალპაკა მირინო 160, აქ გვაქვს 50-50-ზე მირინოსი და ალპაკა 160 მეტრი და მსგავსი ძაფი მაქვს 4 ცალი. ეს არის 200 გრამი და მაქვს 100 გრამი 100 გრამია. 100 გრამი ლამა, მაგრამ ვფიქრობ რომ ლამა არ მეყოფა, იმიტომ რომ 300 გრამი ჯამში არ მეყოფა, მომიწევს ლამას დამატება, მაგრამ ეს ძაფი სულ იყო 4 ცალი მაღაზიაში, შესაბამისად 4-ვე წამოვიღე. ადრე თუ გვიან სულ რო ამ პროექტში რასაც გეგმავ არ გამოვიყენო, სხვა რამეში მაინც მოუძებნი გამოყენებას, იმიტომ რომ აქვს არაჩვეულებრივი შემადგენლობა და პლუს ამას ერთი ცალი ზუსტად ესეთი ოღონდ ნაცრისფერი მაქვს მარაგში, გაჩვენებთ ხარეთ? მარაგში მაქვს აი ასეთი ნაცრისფერი, თეთრის მაგალითზე უფრო გამოჩნდება რა დონეზე ნაცრისფერია. აი ასეთი, ძალიან ღია და რო რამე კომბინაციაში შეიძლება ამათი გამოყენება, ძალიან ესეთი ნაზი კომბინაცია გამოვა და უკვე 100 გრამი რაიმე ნივთის მოქსოვის შესაძლებლობას მომცემს, თუნდაც ქუდის და იქნება ძალიან თბილი. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მინდა რომ მოგხსოვო ჯემპრი და ვეცდები რომ აი აქ ფოტო ჩავსვა, თუ ვერ ვიპოვე ფოტო არაფერს არ ჩავსვამ. მაგრამ ძალიან მინდა მოგხსოვო ზოლებიანი ჯემპრი აი ამ ორ ფერში და დარწმუნებული ვარ რომ აი აქ თან საყურეც ვიყიდე ყავისფერი პლუს ხამარი ყავისფერი რაღაცა ისეთი ყავისფერ განწყობაზე ვარ და ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი შევხამო. ფერი უფრო მკვეთრად ბაცია რეალურად კამერაში, მაგრამ ნამდვილ ფერებს გადავიღებ, ვეცდები რომ გადავიღო დღის განათებაზე და მაქსიმალურად გადმოვცე. გამოვიდა რომ 2 ცალი დამემატა წონის კუთხით, ანუ 100 გრამი დამემატა წონის კუთხით. აქ დავამატოთ ჩვენ მრიცხველში პლუს 100. და შემდეგი ძაფი, რაც დამემატა, ეს არის ბაბინის ძაფი. ეხლა პატარა ნაწყვეტებს ჩავთავ, როგორ გამოიყურება ეს ბაბინის ძაფი და უკვე ვისაუბროთ შემადგენელ ნაწილზე. ძალიან დიდი ხანია
გონებაში მაქვს ვარდისფერი ნივთები, ძალიან მინდა რაღაცნაირი ვარდისფერი რაღაცების ქსოვა ჩემთვის. ჩემს გარდირობში თითქმის არაფერი არ არის ვარდისფერი. ერთი კაბა, რომელიც არც ერთხელ არ ჩამიცვამს და სიგრძეში უბრალოდ გადასაკეთებელი და საკერავ მანქანამდე ვერ მივაღწიე და გადავწყვიტე რომ ესეთი ძაფი არ გამეშვა ხელიდან. ეს არის არაჩვეულებრივი რაღაცნაირი ნაზი ვარდისფერი, თითქმის იდენტურად გადმოიცემა ფერი კამერაში, აი თითქმის ერთი და იგივეა. როგორც ხედავთ, ბაბინა არის ძალიან დიდი. აქ არის კილო და 300 გრამი თუ სწორად მახსოვს და გვაქვს ნახევარი მინინოსი, ნახევარი სინთეტიკური დანამატი, პლუს მინუს იგივე კომბინაცია, რაც ჯემპრის ძირითადი ძაფი, რომელსაც ვქსოვ და გადავწყვიტე, რომ ესეთი ფერი უნდა იყოს ჩემ ასორტიმენტში, მიუხედავად ნახევარი სინთეტიკისა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად შესაფერის მოხერს ან ალპაკას ვიპოვი წვრილს, ფუმფულას, რომ კომბინაციაში მოვქსოვო. ამ შემთხვევაში დიდად მელანჟის ეფექტის მიღების სურვილი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდები, რომ იდენტური ფერი მივიღო, ან უფრო მკვეთრი ვიპოვო ეს ძაფი, რომელსაც შევუხამებ, რომ ფერი არ დავკარგო პირიქით, უფრო ინტენსიური გავხადო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ნივთების მოხსოვა შევძლებ ამ ძაფით, ასე რომ ესეთი კილო 300 დამემატა ასორტიმენტში და ჩვენს მრიცხველზე უკვე არის კილო 500 და ეს კიდევ არ არის დასასრული. მოკლედ, ჩემი აი ამ ლამაზი და ყვასყვასა წითელი ბაბინიდან მომიწია საკმაოდ დიდი ნაწილის შეკვეთებში გახარჯვა და ეს შეკვეთები ზოგადად შეკვეთებს ვიღებ ხოლმე ტრისკელეში, როდესაც ვმუშაობ, ანუ იმ მაღაზიის ძაფებით და ესეც იმ მაღაზიის ძაფია, ანუ ეს მე თვითონ გამოვისყიდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი ფერი მთლიანად რაც იყო წამოვიღე და შეკვეთა შემოვიდა, რომ უნდოდათ მსგავს ფერში წითელი შარფი ხელთათმანი და ქურდი, რაც ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაგიზიარეთ. მოკლედ მომიწია ამ ძაფი ჩემივე ბაბინიდან 250 გრამის და გახარჯვა და კომპენსაციის სახით ჩამომივიდა ქაშმირი. ანუ აი შოკი მაქვს. მოკლედ გადავიდეთ შემდეგ ძაფზე. შემდეგი ძაფი არის აი ესე შეფუთული და სხვათა შორის აი ეს პაწეწუნაც ამ ნაწილიდან არის სამეული. ახლა გავხსნი ამას, რომ ფერი გაჩვენოთ და ყველაზე მთავარი ეს არის 196 გრამი, ეს არის 240 გრამი და მესამეს უკვე მოვხსენი. მაგრამ 250 გრამია, ანუ 250 გრამი აი ეს უკვე საკმარისი იქნებოდა რეალურად. თუმცა საჩუქრად მერგო კიდევ 240 და 196 გრამიანი ბაბინები. ცოტას ვიხმაურებ ახლა. ეს არის 100% ქაშმირი. სიმართლე რომ გითხრათ, ეტიკეტს რაც აწერია დიდად მეტრაჟით ვერ ყვევი, ამას აუცილებლად გადავამოწმებ. ეს არის ლორო პიანოს ქაშმირი, პროსტა შოკი მაქვს. ესეთი ლამაზი ტერაკოტის ფერი, ოდნავ მოთეთრო ეფექტი აქვს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია და ამდენი ქაშმირის ძაფი, ჯერ ერთი ხო ნატურალური ქაშმირით ერთადერთი ნივთი მაქვს მოქსოვილი, ეს არის ჩემი პატარა შარფი. ანუ შეკვეთისთვის ახლა ერთია, მაგრამ შენთვის რო იყიდო ნატურალური ქაშმირი, საერთოდ მეორე ისტორია, იმდენად ძვირი სიამოვნება ავაღიაროთ. და ამ დროს კიდე აი ის და ეს вообще ბონუსად მე. ჯერ ესეთი მირინოსი და ქაშმირი საერთოდ რამოსატანია ერთმანეთთან, ანუ ის უკვე ძვირია. 250 გრამი ქაშმირი, ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე 250 გრამი მირინოსი და ამ დროს მე კიდე ამდენი მაქვს, შოკი მაქვს. მოკლედ, ამითი
ძალიან დიდი ხანი არაფერს არ მოვგსოვ, რადგან ეს უნდა დაღვინდეს ეს ძაფი და რაიმე ისეთ განსაკუთრებული იდეა, განსაკუთრებული გეგმა რომ ექნება. მე ავიღებ აი ამ ბაბინებს. ფიქრობ რომ 3 წვერში ძალიან წვრილი ჩხირით, სავარაუდოდ 3 მმ-ით დავჯდები და მოვგსოვ რაიმე ჯემპრს ჩემთვის, რომლითაც აბსოლუტურად ყველა თვალით, ყველა რიგით მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ და ეს იქნება ჩემი საკულტო ნივთი, რადგან იქნება შესრულებული 100% ქაშმირით, ძალიან წვრილი ჩხირით. შეიძლება 3 არა და 2.75-ით მოვგსოვო, მაგრამ ეს იქნება ესეთი მონოტონური ნელი ქსოვა, რაიმე ფილმის ყურების დროს, რომ აი გაიწელოს თვეებზე და მაქსიმალურად ბევრი ვისიამოვნო აი ამ ძაფით, რადგან ქაშმირით კი მაქვს უკვე მოქსოვილი არაერთი შეკვეთა, მაგრამ როდესაც შენთვის ქსოვ ასეთი ძვირფასი ძაფით, ეს საერთოდ სხვა ისტორია და მით უმეტეს, როდესაც შენ რა გადაგიხდია ფული აი ამ ძაფისთვის, ეს ცალკე სიამოვნება, ამიტომ ძალიან ლამაზია, ძალიან და ძალიან ბევრია რეალურად და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ჯემპრი, ანუ რეალურად აქ 250 ეს არის უკვე 490 გრამი, პლუს აქ თითქმის 200 გრამი, ანუ არაჩვეულებრივად გამომივა, გარდა იმისა, რომ ჯემპრი დარწმუნებული ვარ, კიდე შეიძლება რაღაცა სხვას გამომივიდეს. არ ვიცი, ეხლა ვერ ვფიქრობ რა, მაგრამ თუ მაინც ლორო პიანოს ძაფი სად ვიშოვო ვიცი და დავიმატებ სხვა ძაფს, ან სხვა ფერს და ზოლებში მოგსოვ შემდეგ ნივთს და საერთოდ ორი ნივთი გამომივა. მოკლედ, როგორც ხვდები, ძალიან აჟიტირებული ვარ აი ამ ძაფით, აი ამ პროექტით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შემოდგომამდე ამ ნივთისკენ ხელს ვერ გავიწვდი და მანამდე იქნება აი ესე ლამაზად ბაბინით, სადმე თაროზე შემოდებული და გამიხალისებს მაქსიმალურად ჩემს ყოველდღიურ ქსოვის ისტორიებს. ძაფებს რაც შეეხება, მეტი ისეთი მეტი არაფერი არ მაქვს შეძენილი და საბოლოო ჯამში აი აქ დავიანგარიშებ, რამდენი გრამი ძაფი მიემატა ჩემს ასორტიმენტს და რამდენი მაქვს ახლა უკვე, ანუ რამდენი მოემატა იმ 42.300-ს. ჯერ გამოვაკლებ წინა ვიდეოდან ნათქვამ ციფრს, მერე მივამატებ და აი აქ საბოლოო ჯამურ მონაცემებს დავწერ, რომ გავარკვიოთ საით მივდივართ და ვიცოდეთ რა გველის წინ. ახლა მინდა რომ დაგემშვიდობოთ და მინდა რომ გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, სიმშვიდე, უსაფრთხოება, წყნარი გარემო, მაქსიმალურად ბევრი თავისუფალი დრო საყვარელი საქმიანობისთვის და განწყობა ამ საქმისთვის. მოკლედ მთელი გულით გისურვებთ, რომ თქვენც აი ესე გახარებულები იყოთ იმ საქმით, რასაც აკეთებთ, წარმატებები და იმედი მაქვს, რომ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ასე რომ არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი ვიდეო და თუ ამ ვიდეოს საერთოდ ბოლომდე უყურეთ, გთხოვთ რომ რაიმე განსხვავებული სმაილი დამიწეროთ კომენტარებში, აი მაგალითად აი აქ დავწერ, დავხატავ სმაილს და თუ ესეთი დამხვდება კომენტარებში, მეცოდინება რომ ჩემს ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.